რუსთავში ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ეკოლოგიურად სუფთა, ახალგაზრდულ ინტერესებზე მორგებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქის კონცეფციის განხორციელებას. სტრატეგიის მიზანი ქალაქის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარება. ვისაუბრეთ ქალაქის გრძელვადიან განვითარების გეგმაზე, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს მოიცავს, ისეთი როგორიც მიმართულია ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, ახალგაზრდებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე, ტექნოლოგიების დანერგვაზე და თანამედროვე მიმართულებების შემოტანაზე მუნიციპალურ მართვაში. ამ დოკუმენტის განხილვას ჩვენ გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე რუსთავის საკრებულოში შევიტანთ დასამტკიცებლად, იმისთვის რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ თითოეული რუსთაველის მოთხოვნა. გეგმა სტრატეგიის დოკუმენტი საკმაოდ ამბიციური იყო, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მისი განხორციელების რეალისტურობაში, იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტს ჰყავს არაჩვეულებრივი პროფესიონალებისგან დაფუძნებული გუნდი და მათ ეს საქმე დაამტკიცეს რუსთავში განხორციელებული პროექტებით. დოკუმენტმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რუსთაველებს შორის, შეხვედრის დროს არაერთი მოსაზრება და საკითხი იქნა წარმოდგენილი, რომელსაც აი ამ დოკუმენტის საბოლოო სახეს შემოშალების დროს აუცილებლად გაითვალისწინებს რუსთავის მერიის გუნდი.